რამდენად დაკავშირებულია სახის ესთეტიკა ყბის სახსრის პრობლემებთან? თუ გვაქვს დისპროპორცია ყბების, ვერასოდეს ვერ მიიღებთ სწორ ცხვირს. ხელოვნური ინტელექტი როგორ ცვლის ამ დარგს? ეს ტრენდია, მეტი არაფერი. იმისთვის რომ გახდე მსოფლიოს მასშტაბით პლასტიკური ქირურგი, უნდა ისწავლო მინიმუმ 12, 15 და მეტი წელი. აღარავის არ უნდა. ეს რთული გზა. ანუ იმისთვის რომ გახდე ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, სულ არ არის აუცილებელი რომ ექიმი იყო. ეს არის კატასტროფა. მიესალმებით ჩვენს მაყურებელს და ჩვენ მსმენელს. ჩემი სახელი არის ოლგა და ეს არის ჩვენი სამედიცინო პოდკასტი. დღეს ყავს უდაოდ საინტერესო სტუმარი, ეს გახლავთ ექიმი საშა კალანტაროვი, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ პლასტიკური ქირურგიით, რაც ასე ძალიან ტრენდულია დღეს, არამედ რეკონსტრუქციული ქირურგიით, ასევე გახლავთ გნათოლოგი და მე ვფიქრობ დღეს ბევრ კითხვაზე გაიცემა პასუხი. იმიტომ რომ დღეს პლასტიკური ქირურგია თითქოს მარკეტინგიც გახდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ საკითხებზე მე ვფიქრობ ვისაუბრებთ საშა ექიმთან. საშა ექიმო, სანამ დავიწყებთ კლინიკურ საკითხებზე საუბარს, ეს ვთქვათ, ფართო აუდიტორიისთვის მწვავე საკითხებზე საუბარს, მინდა გითხოთ, როგორ დაიწყეთ თქვენი კარიერა და რომ არა ეს სფერო, სად იქნებოდით? რომ არა ეს სფერო ალბათ ვიქნებოდი სადღაც ფიზიკაში და ავიაციაში, კოსმოსში. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სერიოზული საქმე, ძალიან მიყვარს მეცნიერება და ძალიან მიყვარს რისკი. რამდენი წელია რაც მუშაობთ? როგორია თქვენი გამოცდილება? 20+. კონკრეტულად პლასტიკურ ქირურგიაში დავიწყე 90-იანებში და 99. ანუ 35 წელია მუშაობთ ამ სფეროში. მაშინ მითხარით, როგორია პლასტიკური ქირურგიის ევოლუცია და ბარე მეორე კითხვაც. ხელოვნური ინტელექტი როგორ ცვლის ამ დარგს? იცით როგორ არის? ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ დღეს თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ პლასტიკური ქირურგია გახდა რაღაცა სხვა რაღაცა. რეალურად იყო პერიოდი, როცა აქტიურად ვითარდებოდა, აი როგორც მე ვთქვი, მეცნიერულ დონეზე. მარტო საბჭოთა კავშირში და იმ დროს არა, მთელ მსოფლიოში. ვითარდებოდა აქტიურად, ვითარდებოდა, განვითარდა, მივიდა რაღაც მომენტამდე და პრაქტიკულად ამოიწურა. ანუ შეისწავლა ბევრი რაღაცა ანატომიური ნიუანსები, ადამიანის ორგანიზმის ანატომიაში ბევრი რამე შეიცვალა, უფრო გაღრმავდა ეს ცოდნა ზუსტად იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა უფრო რთული პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციები. მაგრამ დღევანდელ მეცნიერებაში მივიდა რაღაც საზღვრამდე. всё, ამის იქით უკვე მეც ვერაფერს ვერ შეცვლი. ორგანიზმია, ხო? მაგას აქვს თავისი საზღვარი, თავისი ლიმიტები. და დაიწყო ტექნოლოგიური ბუმი პლასტიკურ ქირურგიაში. ანუ შემოვიდა აპარატული კოსმეტოლოგია, შემოვიდა გელები, შემოვიდა შემავსებლები, შემოვიდა ბოტოქსი, შემოვიდა იმდენი რაღაც სხვადასხვა პროცედურები, ლაზერები, ინფრარედი, ულტრაბგერა, განსხვავდება სიხშირით, განსხვავდება ტალღებით. შედეგი მაინც ერთია, მაგრამ იმდენად ეს ტექნოლოგიური ბუმია, რომ შენ თუ შეიძინე რაღაც ძვირადღირებული აპარატი და გინდა რომ დაიცვა ეს კონკურენცია, ხო, რეალურად 6 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ ეს აპარატი უნდა შეცვალო, იყიდო ახალი, გააგრძელო, ძველი გადააგდო. ძალიან ბევრი ტექნოლოგიური ესეთი ცვლილებები აშკარა ეგრეთ წოდებულ ლიპოსაქციაში. ანუ თუ ადრე იყო ელემენტარული ასპირაციული აცოსი, რომელიც ჩვეულებრივ ვაკუუმ ქმნის და ქაჩავს ცხიმს, მარტივად, ხო, ამოტუმბა ხდება. მერე შეიცვალა ინჟექტორობით, ლაზერებით, ულტრაბგერებით. შინაარსი ერთია. ჭარბი ცხიმი უნდა გამოვიდეს გარეთ. მერე შემოვიდა ტექნოლოგიები, რომელიც გვეხმარება კანის ელასტიურობაში, ანუ ჭიმავს კანს, თუ მცირე რაოდენობით არის ლიპოსაქციის მერე ჭარბი კანი,
და ის კანი უნდა დაჯდეს, ეგრეთ წოდებული ვთქვათ, ლიპოსექციის მერე და არ გაიკეთოს ნაკეცი, ნაოჭი და ასე შემდეგ. გვეხმარება ეგეთი აპარატები, დაადებ ტალღას, მოქმედებს კანზე, იკუმშობა კანი და თეორიულად კარგი. 3D მოდელირება თუ ხდება, ასე ვთქვათ, იმ შედეგის, რა შედეგიც შეიძლება 3D მოდელირება ძალიან კარგია, მაგრამ ექიმის გამოცდილებას არ ცვლის. პაციენტისთვის კარგია, მარკეტინგია, პაციენტმა შეიძლება ნახოს, მაგრამ აქაც კიდე არის მეორე ასპექტი. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს 3D მოდელირება არ ნიშნავს, რომ რასაც ხედავს ეკრანზე, იმას მიიღებს შედეგად. ეს უბრალოდ არის რეკომენდაცია. დამხმარე მეთოდია. აი თუ შევხედათ ამას როგორც დამხმარეს, კი ბატონო, მისაღებია. მინდა გაგიზიაროთ შემდეგი სტატისტიკა. 2024 წელს მსოფლიოში ჩატარებულია დაახლოებით 17 მილიონი ქირურგიული პროცედურა და 20 არაოპერაციული პროცედურა. ბოლო 4 წლის განმავლობაში პროცედურების რაოდენობა იმატა 42%-ით გაიზარდა. 42. ყველაზე ხშირი ქირურგიული პროცედურები, მე ახლა საუბარი მაქვს მთელ მსოფლიოზე, არა საქართველოს, ხო, ყველა რეგიონს თავისი, ასე ვთქვათ, ნიუანსები გააჩნია. ყველაზე ხშირი ქირურგიული პროცედურებია ბლეფაროპლასტიკა, დაახლოებით 2 მილიონი პროცედურა, ლიპოსაქცია, ესეც 2 მილიონი და მკერდის გადიდება, breast augmentation. ნელ-ნელა კითხისკენ მივდივარ. კოსმეტოლოგია და ოპერაციების ზრდა განპირობებულია მოთხოვნის ზრდის გამო, ტექნოლოგიური პროგრესის გამო, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და ზოგადად, ესე ვთქვათ, პლასტიკური მედიცინისადმი უფრო მეტი ნდობით არის განპირობებული ეს ყველაფერი. და აი ამ სტატისტიკის ფონზე მინდა გკითხოთ. ბოლო წლებში პაციენტების мотиваციაში რა შეიცვალა? ეს ხოთაშორის თქვენ აბსოლუტურად ჭეშმარიტი სტატისტიკა მოიყვანეთ, ოღონდ მსოფლიოს სტატისტიკა. ეს არ არის საქართველოს სტატისტიკა, უნდა აღინიშნოს. საქართველოს სტატისტიკა ოდნავ განსხვავდება. ეხლა რაც შეეხება ტენდენციას, რომ მატულობს მარტივი პროცედურა, ეს გასაგებია. ნახეთ, აქ არის ორი მიზეზი. პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, მისწრაფება საზოგადოებაში, ქალბატონებში ის იქნება თუ მამაკაცებში, იმისთვის რომ იყოს უფრო ლამაზი და სექსუალური, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სათანადოდ ყველას ებადება რაღაცა სურვილი, როგორც ვთქვათ, მივა საპარიკმეხროში გაიკეთებს ახალ ვარცხნილობას, ხო? აი ესე მარტივად უნდათ რომ გაილამაზონ სახე, თვალის ზონა, პირის ზონა, ტუჩების ზონა, ყურები, ცხვირები, ოღონდ მარტივად. და ამას მინიმალური რეაბილიტაციით ზუსტად თავაზობს ეს პროცედურული, ეგრეთ წოდებული ესთეტიკური მედიცინა. აქ არის კიდე მეორე მომენტი. ვინ მუშაობს? ანუ ვინ ასრულებს ამ პროცედურებს, ხო? მინიმალურად დატვირთული, ეგრეთ ვთქვათ, განათლებით სპეციალისტი. ანუ იმისთვის რომ გახდე ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი, საკმარისია გაიარო რაღაცა კურსები. სულ არ არის აუცილებელი რომ ექიმი იყო. სამწუხაროდ ეგრეა, მთელ მსოფლიოს მასშტაბით. დერმატოლოგიც? დერმატოლოგიც. შეიძლება დერმატოლოგი კიდე ექიმია. ანუ შეიძლება იყოს კოსმეტოლოგი ადამიანი. და არა დერმატოლოგი. და არა დერმატოლოგი. ხო, სათანადოდ ეს ყველაფერი ამარტივებს, ხო? სწავლობენ კონკრეტულ პროცედურას, ასრულებენ კონკრეტულ პროცედურას და ზოგიერთებს ძალიან კარგად გამოსდის. ამაში არაფერი ცუდი არ არის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეხლა ნახეთ. და აქვთ კარგი შემოსავალი და ფინანსური მხრიდან. ეხლა ნახეთ, იმისთვის რომ გახდე მსოფლიოს მასშტაბით, მარტო საქართველოში არა, ქირურგი, მით უმეტეს პლასტიკური ქირურგი, უნდა ისწავლო მინიმუმ 12-15 და მეტი წელი. ეს არ არის მარტივი სწავლა, მარტო წიგნით მაგას ვერ ისწავლე, ხო? ამას მოყვება მუშაობა, მორიგეობა, ღამე მუშაობა, ვთქვათ, რთულ პირობებში მუშაობა. აღარავის არ უნდა. ეს რთული გზა. აი, დაემთხვა ერთი მეორეს. პაციენტებს უნდათ მარტივად, სწრაფად, მინიმალური რეაბილიტაციით, ნაკლები ფინანსური ხარჯი და კაი შედეგი. მაგრამ
რადიკალური ცვლილება. იგივე ქუთუთოებზე რადიკალურ ცვლილებებს გულისხმობ. რადიკალური გალამაზება, რადიკალური გაახალწდავება ვერ მიაღწევა აი ამ ესთეტიკური მედიცინით. რა თქმა უნდა, იქნება შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი არაინვაზიური პროცედურა არ არის ქირურგიული ოპერაციის ალტერნატივა. გამოდის რომ ადამიანი დღეს ეძებს მარტივ გამოსავალს, სწრაფ გამოსავალს, რაც თქვენ უკვე აღნიშნეთ და მისი ასე ვთქვათ, მისი სურვილი მოტივაცია ასევე დამოკიდებულია ტრენდებზე. აი თუნდაც ინსტაგრამი, ფილტრები, რამდენი პაციენტი მოდის და გეუბნებათ რომ აი ნახეთ აი ესეთი მინდა ვიყო. რა თქმა უნდა, გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, ეს ფენომენი არსებობს. ჩვენ მოვიფიქრეთ ტერმინი კიდე დაზარალებული სოციალური ქსელით. რას ნიშნავს ეს? პირველი, არაადეკვატური და არასწორი, არარეალური ინფორმაცია მიღებული სოციალური ქსელიდან. არა პროფესიონალური რჩევები, რაც დღეს ისმის აი პრაქტიკულად ნებისმიერ გვერდზე არის ეგეთი მედიცინაზე ვლაპარაკობთ, მით უმეტეს პლასტიკურ ქირურგიაზე. და ამას ყველაფერს მოყვა არასწორი არჩევანი ექიმის, კლინიკის, სადაც მივიდა გაიკეთა არაადეკვატური პროცედურა. არაადეკვატურ პროცედურას იცით რა არის არაადეკვატური პროცედურა, რას გულისხმობთ? ბანალური ცხვირის ოპერაცია, ბანალური, რომელიც ითვლება რომ ყველაზე მარტივი და ეგრე გონიათ ყოველ შემთხვევაში, შეიძლება გაკეთდეს მინიმუმ 5 სხვადასხვა მიდგომით, სხვადასხვა ტექნოლოგიებით და სხვადასხვა პრინციპებით. მინიმუმ 5. იშვიათად შეხვდება პაციენტს ექიმი, ვინც იცის ეს 5-ვე ვერსია. დღეს მსოფლიოში არის ეგეთი დიფერენციაცია, რომ არსებობს ექიმი, რომელიც იყენებს ძირითადად ერთ ტექნოლოგიას და ამ ერთი ტექნოლოგიით უკეთებს ყველას ცხვირის ოპერაციას. მეორე ექიმი იყენებს მეორე ტექნოლოგიას და ძირითადად აი ამ ერთი ტექნოლოგიით უკეთებენ დღეს საქართველოშიც, ევროპაშიც, ამერიკაშიც, თურქეთშიც. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ძველი თაობა ექიმების განსხვავდება ზუსტად იმით, რომ თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე და რაც მთავარია იმ სკოლიდან გამომდინარე, რაც იმათმა გაიარეს, იციან 5-ვე. რა საჭიროა 5-ვეს ცოდნა? 5-ვეს ცოდნა ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტული პაციენტისთვის გაუკეთდეს ის ადეკვატური პროცედურა, რომელიც აი ამ ცხვირს სჭირდება. ერთი და იგივე გასაღები არ აღებს ყველა კარს. მიხვდით ხო ფილოსოფიას? კი, ბატონო. მით უმეტეს კონკრეტული ადამიანი. დღეს იწყება ტენდენცია მსოფლიოში ეგრეთ წოდებული პერსონალიზირებული მედიცინის. იწყება. ინდივიდუალურად მორგებული პაციენტი. დიახ. არა მარტო პლასტიკურ ქირურგიაზე ვლაპარაკობ. ზოგადად მედიცინის მომავალი არის პერსონალიზირებული. ანუ შეიძლება ერთი და იგივე დიაგნოზით მქონე პაციენტებს დაენიშნოს სხვადასხვა პრეპარატი. იმიტომ რომ იმაზე მოქმედებს ეს, მეორეზე მოქმედებს სხვა. აი იგივე არის პლასტიკურ ქირურგიაში. არ არსებობს ერთი და იგივე ცხვირი, არ არსებობს ერთი და იგივე სახე. და რაც მთავარია, არ არსებობს ერთი და იგივე სურვილი პაციენტების. აი თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაზე პოპულარული ოპერაცია მსოფლიოს მასშტაბით არის ბლეფაროპლასტიკა. კი, ნამდვილად ეგრეა. უმარტივესი პროცედურა ზედა ქუთუთოს პლასტიკა. მე მაგას ვეძახი, რომ ეს არის სტუდენტური ოპერაცია. ანუ ამისთვის არ ჭირდება არც რაღაცა განსხვავებული განათლება, გამოცდილება უბრალოდ განათლება რა თქმა უნდა ჭირდება და არც
რაღაცა სერიოზული ტექნოლოგია ცირთულეები, ხო? პაციენტი როცა მოდის და მეუბნება, რომ მე მინდა გავიკეთო ზედა ქუთუთოს პლასტიკა ან ბლეფაროპლასტიკა, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ იქედან 90%-მა არ იცის რა შედეგს მიიღებს აი ამ მარტივი ბლეფაროპლასტიკით. იმიტომ რომ როცა ვეკითხები და შევდივარ უკვე სიღრმეში, სურვილებში, ჩივილებში, მოლოდინში, აღმოჩნდება, რომ უნდა რომ წარბი აიწიოს, უნდა რომ ნაკეცები დაიჭიმოს, გასწორდეს და უნდა რომ დაიჭიმოს კიდე ყრიმალი, ლოყა და ასე შემდეგ. და რატომღაც აი ეს ინფორმაცია აქვს მიღებული სოციალური ქსელიდან, რომ ეს არის ჩვეულებრივი ბანალური ბლეფაროპლასტიკა. ნახეთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი ცხვირეული, ერთნაირი, არ ვიცი, ტუჩი, არ ვიცი. მაგრამ ვინც კი შემოვა თქვენთან ოპონირებაში, ვინც კი დაიწყებს თქვენთან ამ საკითხზე დისკუსიას, ყოველ შემთხვევაში ჩემს გარშემო არიან მეგობრები, რომლებიც იძახიან, ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელი, ყველა გოგო ერთმანეთს გავს, ყველას ერთნაირი ცხვირი აქვს, ყველას ერთნაირი, არ ვიცი, თმა, სახე და ასე და ასე შემდეგ. ამიტომ ეგეთი ადამიანები გეტყვიან, რომ არა. გოგოები ერთმანეთს გვანან, მამაკაცებს აქვთ რაღაც გარკვეული სურვილი, ესე რომ ვთქვათ, აი ამაზე რას ვიტყვით? გვანან პოსტოპერაციულად. თქვენ აღნიშნეთ პრეოპერაციულად. პრეოპერაციულად. გავიგე, მიღებულია. აი ზუსტად მაგაზე ვარ, რომ ერთნაირად შესრულებული ოპერაცია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახეზე მოგცემს იგივე ტუჩს, იგივე ცხვირს, მაგრამ ეს არ არის სწორი. გავიგე. ბარემ ჩავხუროთ ტენდენციების და ტრენდების საკითხი და კითხვა მაქვს ესეთი. დღეს ბევრი ქირურგი ამბობს, რომ სილამაზის ინდუსტრია მოლოდინების ბიზნესად იქცა. ნახეთ, მოლოდინის ბიზნესი. თქვენ რას ფიქრობთ? ბოლო-ბოლო პლასტიკური ქირურგია, მედიცინა თუ მარკეტინგი? ქირურგია ყოველთვის მედიცინაა. აი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ქირურგიაზე, ის ყოველთვის მედიცინა. რა თქმა უნდა, ნაწილობრივად ეს არის ბიზნესი, იმიტომ რომ აქ არ მუშაობს სადაზღვევო სისტემა. ეს გაყოფილია ისტორიულად, ეს გაყოფილია, რა ვიცი, ტრადიციულად და მსოფლიოს მასშტაბით მაგის შეცვლას არავინ არ აპირებს. აი თუ როდესღაც პლასტიკურ და ესთეტიკურ მედიცინაში, ქირურგიაში და მედიცინაში შემოვა სადაზღვევო სისტემა, მაშინ ის აღარ იქნება ბიზნესი და აღარ იქნება მარკეტინგი. და სანამ პაციენტი საკუთარი ჯიბიდან იხდის თანხას, ხო? გავიგე. როგორ არჩევთ? როდესაც პაციენტს რეალური პრობლემა აქვს და როდის აქვს შინაგანი კრიზისი. როგორ უნდა განსაზღვროთ? ჭირდება თუ არა პაციენტს ესა თუ ის ჩარევა? ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოცდილებაა და გვაქვს რაღაცა ჩვენ ნიშნები იმისი, რომ ნამდვილად პაციენტს რაღაცა ჭირდება და ის მისი თხოვნა და მისი მოლოდინი რეალური, ადეკვატურია და მოგცემს შედეგს და როცა ვგრძნობთ, რომ აფორიექებულია და რაღაცის გამო დღეს მოვიდა კონსულტაციაზე და ბევრი რამე უნდა, ეგეთებს უნდა, ყველაფერი ერთად სწრაფად, ისე უხეშად გითხრათ, იმისთვის, რომ ვიღაც მამაკაც რაღაცა დაუმტკიცოს. სწრაფად, ხო. ეს გასაგებია, რომ ეს არის არარეალური პაციენტი და ეგეც ჯობია მისცე დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საბოლოოდ, მიხვდეს უნდა თუ არა საერთოდ ოპერაცია, რა უნდა, რისთვის იკეთებს და ასე. რა შემთხვევაში ხდება ფსიქოლოგის ჩართვა? ძალიან რთული და ესეთი მტკივნეული თემაა ეს, სენსიტიური. ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვითხოვოთ, პირდაპირ არა გვაქვს უფლება, რომ მოვითხოვოთ გინდ ფსიქოლოგის, გინდ ფსიქიატრის ჩართვა, თქვათ, წინა საოპერაციო პერიოდში. კანონი მაგის უფლებას არ გვაძლევს. ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაცია მივცეთ, მაგრამ მე არ მინახია ჯერჯერობით არც ერთი პაციენტი, რომელიც ისეთი ძალიან ლაითი და
მეგობრული რეკომენდაციის შემდეგ მივიდოდა ან ფსიქიატრთან, ან ფსიქოლოგთან საკონსულტაციო. რა შემთხვევაში ეუბნებით უარს პაციენტს? უარს არ ვეუბნებით, იმიტომ რომ აქაც არ გვაქვს ოფიციალურად უარის თქმა. ნახეთ, ჩვენ ხო ექიმები ვართ. ანუ ეს არის მკურნალობა. თუმცა ეს პლასტიკური ქირურგია არის გეგმიური. კი, გეგმიური, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია გადაავადო ოპერაცია, ხო? ურჩიო რომ მოდით, აი კიდე მოიფიქრეთ რაღაცეებით, რომ მე ვერ გავიგე კონკრეტულად თქვენი სურვილი, არ ვიცი მივიღებთ თუ არა იმ შედეგს, რომელსაც თქვენ ელოდებით, მაგრამ უარის თქმა არ შეგვიძლია. მაშინ ესე გამოდის, რომ თქვათ სიტყვაზე, რომ თუ პაციენტი მივიდა უხეშად ყელყურის ექიმთან, ვინც აკეთებს მარტო ცხვირებს, ხო, და უნდა სიტყვაზე ძუძუს ოპერაცია, იმას შეუძლია თქვას, რომ იცით რა, მე ვაკეთებ მარტო ცხვირებს და თქვათ ძუძუს ოპერაცია არ არის ჩემი პირდაპირ სპეციალობა. ეს სხვა ამბავია. მაგრამ როცა ჩვენ მაგ ოპერაციებს ვასრულებთ, პირდაპირ უარის თქმა ცოტა არ არის სწორი. რომელი რისკები ახლავს ოპერაციას? ისეთი რისკები, რომელსაც პაციენტები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. პირველი და ყველაზე მტკივნეული რისკი არის სიკვდილი. თუ გართულებაა. არა, რისკიც არის. ხო, რისკი არის სიკვდილის რისკი, მაგრამ სტატისტიკურად გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე სოციალური სიკვდილის რისკი. ანუ წარმოიდგინეთ, მიფრინავთ ჩვენ სადღაც. ვყიდულობთ ბილეთს. ბილეთის ყიდვის მომენტში ვინმე გვეუბნება, რომ იცით რა, შეიძლება ფრენის დროს რაღაცა მოხდეს, ან მოძვრეს ფრთა და კარგად იყავით. არავის აზრათაც არ მოსდით ეს კითხვა და კითხვაზე პასუხი. მაგრამ სტატისტიკა ხო არსებობს. იგივე სტატისტიკა არსებობს მედიცინაში. უეცარი სიკვდილი. აბსოლუტურად ჯანმრთელი პაციენტი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს ცუდად, გაუჭერდეს გული. ოპერაციის გარეშეც. ჩვეულებრივი ბანალური მკურნალობის დროს. ანესტეზიის, ადგილობრივი ანესტეზიის დროს შეიძლება გახდეს ავად, შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი, მიუხედავად იმისა, რომ წინა საოპერაციო მომზადებაში ყველაფერი იყო გავლილი, პროფილაქტიკურად, ანალიზები ჩაბარებული, მოხდა. ეს კითხვა ღიად რჩება ყოველთვის. ამაზე არავინ არ აქცევს ყურადღებას. მეორე არის ის, სადაც ჩვენ ვერანაირად ვერ ვეხმარებით პაციენტს. ეს არის პოსტოპერაციული ნაწიბური. ქირურგიული ოპერაცია ნაწიბურის გარეშე შეუძლებელია. არის სიტუაციები, არის ისეთი ოპერაციები, რომელიც მოითხოვს პატარა ზომის ჭრილობას და ზუსტად იმისთვის შემოვიდა ეს მინი-ინვაზიური პროცედურები, რომ მინიმალური ჭრილობით მივიღოთ ის შედეგი მაქსიმალური, რაც შეიძლება მივიღოთ. მაგრამ არის ოპერაციები, როცა დიდი ჭრილობის გარეშე შედეგს ვერ მივიღებთ. ეს არის დაწეული კანი, ეს არის ჭარბი კანი, ეს არის კანი, რომელსაც აქვს დაკარგული ელასტიურობა, ის კანი უნდა მოშორდეს ჭრილობით. თუ ჭრილობა კარგად ხორცდება, მაშინ ყველა ბედნიერია. თუ ჭრილობა კარგად ვერ ხორცდება და ვითარდება რაღაცა გიპერტროფიული ან კელოიდური ნაწიბური, ეს კატასტროფა. კატასტროფა ყველაფრის, იმიტომ რომ ავადმყოფი ვერ ეგუება მაგას, ხო? და რა თქმა უნდა, ისტრესება და ვერც ქირურგი ვერ იქნება ბედნიერი, როცა ეგეთი სიტუაცია. თუმცა მსოფლიოში აღიარებულია, რომ აი, მაგის მკურნალობა არ არსებობს. არსებობს რაღაცა. ხო, არსებობს რაღაცა პროცედურები, მაგრამ რადიკალური მკურნალობა არ არსებობს. სხვანაირად მინდა დავსვა კიდევ ეს კითხვა. რომელია ყველაზე ხშირი მცდარი წარმოდგენა პლასტიკური ქირურგიის შესახებ პაციენტებისაგან? ყველაზე მცდარია, კი, გასაგებია. ყველაზე მცდარი ის არის, რომ ჩვენ ჯადოქრები არ ვართ. და ყველა პაციენტს უნდა აი ეს ჯადოქრული ცვლილება.
არიან ისეთი პაციენტები, რომლებსაც იქნებიან როგორ არა, რომლებსაც აქვთ ჩატარებული უკვე რამოდენიმე ოპერაცია თქვენთან და კიდევ მოდიან. რა თქმა უნდა. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური ფსიქოლოგია ადამიანის. როცა გაიკეთა ერთი და მიხვდა, რომ კარგია, შედეგიც კარგია, რომ რეაბილიტაცია მარტივი, არაფერი ამაში რთული არ არის. მოდი კიდე რაღაცა გამოვასწორო. მოდი კიდე რაღაცა გამოვასწორო. აბსოლუტურად ადეკვატური და ჯანმრთელი შეგრძნება. ამაში ცუდი არაფერი არ არის. მინდა შევეხოთ გნათოლოგიას. რა არის გნათოლოგია? რამდენად დაკავშირებულია სახის ესთეტიკა, ყბის, სახსრის პრობლემებთან? აი ამ კითხვებზე რა გვიპასუხოთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდ სახეზე ადრე ითვლებოდა, რომ თქვათ ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ კანის დაჭიმვით, ან კანის მოჭრით. ჩონჩხი. პირველადია. პირობითად ესეთი სიტყვა ჯამრთელი ჩონჩხი უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ, რომ ნებისმიერი სხვა ოპერაცია იყოს შედეგიანი. თუ ჩვენ არა გვაქვს, თუ გვაქვს დისპროპორცია ყბების, ვერასოდეს ან ასიმეტრია, ვერასოდეს ვერ მიიღებთ სწორ ცხვირს. ხო, რა კავშირია, ხო, ერთმანეთში. მაგრამ თუ არის მინიმალური ზედაყბის ასიმეტრია, სწორ ცხვირს ვერასოდეს ვერ მიიღებთ. ზედაყბის ასიმეტრია ნიშნავს იმას, რომ თქვა ზედაყბა უფრო წინ არის გამოწეული? არა, აი ელემენტარულად ხოანების ასიმეტრია თუ არის და ნესტოების ფიქსაციის წერტილი ზედაყბაზე ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ანუ კუნთების ფიქსაცია ზედაყბის ძვალზე. ვერ შეცვლით თქვენ ცხვირს. ყოველთვის იმუშავებს კუნთი ასიმეტრიულად, დაკაჩავს და დარჩება ნესტო ასიმეტრიული. იგივე, თუ არის აცთენილი გეომეტრიული ცენტრი, ხო? ჩვენ შეგვიძლია დავხაზოთ ვერტიკალური ხაზი, მარტივად იხაზება ეს წარბების ცენტრი, ცხვირის წვეტი და ნიკაპი, ხო? აი ამ ხაზს თუ აცთენილია კბილების ცენტრი, ვერ მიიღებთ სიმეტრიას ვერასოდეს. აი ეს ელემენტარული არის ბანალური ცხვირის ოპერაციის დროს. და საერთოდ ზედა და ქვედა ყბა სახის ოვალისთვის არის წამყვანი. ანუ ღაბაბის ოპერაცია შედეგიანი ვერ იქნება თუ შეწეულია ნიკაპი, ვერასოდეს ვერ გაასწორებ და ვერასოდეს ვერ გამოიყვანთ კისერზე ქვედა ყბის კუთხეს, თუ ნიკაპი არის შეწეული. აი ეს არის ის ელემენტარული შედარებები, რომ საზოგადოება მიხვდეს, რომ ჩონჩხი ჯამრთელი აუცილებელი. რაც თავისთავად ნიშნავს საკმაოდ აქტიურ თანამშრომლობას ორთოდონტებთან, სტომატოლოგებთან თავისთავად. და ალბათ მაშინ როცა არის გარკვეული დისპროპორციები, ჩვენ მივდივართ უკვე ორთოგნათიულ ოპერაციაზე. თუ ჩვენ გვაქვს ისეთი თანკბილის პრობლემები, რომელიც არ სწორდება ბრეკეტებით და სამწუხაროდ ესეთები ძალიან ბევრია, რეალურად ვიდრე გონიათ და ვიდრე ვთქვათ ეშინიათ, რომ ეხლა ყბის ოპერაცია როდი როგორ უნდა გავიკეთო, უნდა დავიმტრიო ორივე ყბა, მარტივია ეს რეალურად, როცა თანამედროვე ეს ორთოგნატიული ქირურგია უმარტივესია. გაცილებით უფრო მარტივად გადიან რეაბილიტაციას პაციენტები, ვიდრე ვთქვათ სახის დაჭიმვის შემდეგ. რა არის ეს ორთოგნატიული ქირურგიული პროცედურა, მოდით ფართო აუდიტორიისთვის ვთქვათ? ანუ წარმოიდგინეთ, რომ არის შეწეული, ან გამოწეული, ან ზედაყბა, ან ქვედაყბა და ბანალურად კბილები არ ემთხვევა ერთმანეთს, ხო? მარტივად ქვედაყბა წინ გამოწეულია, ძალიან ცუდი ესთეტიური შედეგია და უკან შეწეულია სახის ოვალი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აი ეგეთი პრობლემები ოპერაციის გარეშე ვერ სწორდება. რანაირი ვირტუოზი არ უნდა იყოს ორთოდონტი, მარტო ბრეკეტებით მაგას ვერ შეასწორებ. მარტო ბრეკეტებით ვერ შეწევ ყბას უკან. და ამისათვის უკვე მოდიან თქვენთან. ამისათვის მოდიან ან პირდაპირ ჩვენთან და მე თანამშრომლობთ ორთოდონტებთან, ან როცა ორთოდონტი ხვდება, რომ ქირურგიის გარეშე
ქირურგიული დახმარების გარეშე შეუძლებელია, პაციენტი მოდის ჩვენთან და მერე ისევ ბრუნდება ოპერაციის მერე ორთოდონტთან. ვინაიდან ჩვენ დავიწყეთ საუბარი მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე, მინდა ოდნავ ონკოლოგიას შევეხოთ. რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ონკოლოგით, რადიოლოგით, ქირურგით, რეკონსტრუქციული სპეციალისტით, მსგავსი кейსების, მსგავსი კლინიკური შემთხვევების მართვის დროს და თქვენ რა დროს გირჩევნიათ, ან როგორია პროტოკოლი ჩარევის თვალსაზრისით ონკოლოგიურ მკურნალობამდე პროცესში თუ მკურნალობის შემდეგ. ნახეთ, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საქმე ონკოლოგიურ პაციენტებთან. ონკოლოგიური პაციენტი თუ არ არის მომზადებული ფსიქოლოგიურად და არ არის სწორედ მოტივირებული, ხო? ის აღარ ფიქრობს აღდგენაზე, აღარ ფიქრობს ერთმომენტიან აღდგენაზე, იმიტომ რომ ძირითადი ეს არასწორად მიღებული ინფორმაცია მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ მაქვს სიმსივნე და რამენაირად გადავრჩე. ნებისმიერ სფეროში ეს იქნება თავი, კისერი, სახე, ძუძუ, ხელი, ფეხი, ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. პირველი, რატო? იმიტომ რომ პაციენტი პრაქტიკულად ერთი ოპერაციის შემდეგ ინარჩუნებს ცხოვრების ხარისხს. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, როცა არის ქვედა ყბის რაღაცა სიმსივნე, არ აქვს მნიშვნელობა რომელიც ჩაზრდილია ძვალში და ონკოლოგიური ოპერაციის დროს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქვედა ყბის ფართო მასშტაბიანი რეზექცია. იმ დაწესებულებაში, როცა გვერდზე მუშაობს, ან იგივე ქალაქში, როცა გვერდზე მუშაობს სპეციალისტი, ვისაც შეუძლია გააკეთოს ერთმომენტიანი ძვლის რეკონსტრუქცია, რაც ითვლება ოქროს სტანდარტით, მცირე წვივის ძვლის გადანერგვა მიკროქირურგიული ტექნოლოგიით იმ რეზეცირებულ ძვალში. რატო უნდა დაუყენდეს პაციენტს მხოლოდ და მხოლოდ ტიტანის ფირფიტა? არ ვიცი, მე პასუხი არ მაქვს. როცა არის ლაპარაკი კეთილთვისებიან кейსებზე, როცა რაღაცა პატარა მასშტაბის რეზექცია უნდა გაკეთდეს და გარშემო ქსოვილი ყველა ჯამრთელია, იქ უფრო მისაღებია ეს ტიტანი. და წარმოიდგინეთ ონკოლოგიური პაციენტი. რადიკალიზმის გამო კეთდება მასიური რეზექცია. პლუს კიდე შეიძლება გაკეთდეს ლიმფოდისექცია. ანუ რეალურად თუ აყენებ ამ შემთხვევაში ტიტანის ფირფიტას, ეს ტიტანის ფირფიტა დევს თხელი კანის ქვეშ და რა ხელა დიდ საფრთხეს მერე უქმნის პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ მე არა მაქვს პასუხი ეგეთ სიტუაციებში, როცა ონკოლოგები ერიდებიან ამ რეკონსტრუქციას. ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის ფინანსები. რომ სამწუხაროდ ზრდის, ხო, და ეს ოპერაცია არ ფინანსირდება ქვეყანაში ჩვენთან. თუმცა უნდა ფინანსირდებოდეს. იგივე არის ძუძუზე. აბსოლუტურად. წარმოიდგინეთ, რადიკალური რეზექცია, გასაგებია დღეს უფრო იშვიათად კეთდება რადიკალიზმი, ანუ რადიკალური მასტექტომია იშვიათად კეთდება, ვიდრე თქვა 15 წლის წინ. მაგრამ ხო კეთდება. ეგეთი ქალი რატომ უნდა გაიღვიძოს ძუძუს გარეშე? როცა შეიძლება აბსოლუტურად ერთმომენტიანი აღდგენა. პრაქტიკულად სრულფასოვანი. ამაზეც არ მაქვს პასუხი. იქ სადაც არის რისკი, თქვათ, სიკვდილის რისკი სიტყვაზე, რომ პაციენტი ვერ გადარჩება და 2-3 თვე ვერ იცხოვრებს, ხო? ეს სხვა თემაა. მაგრამ ნახეთ, მე ვიყავი ახალგაზრდა, ვიყავი ამერიკაში კონფერენციაზე და მაშინ მწვავეთ ამერიკელები მსჯელობდნენ ზუსტად ამ საკითხზე. უნდა თუ არა გაკეთდეს ეს ერთობრივი რეკონსტრუქციები ძუძუს კიბოების დროს. და ერთი ძალიან ცნობილი ამერიკელი
გამოვიდა სიტყვით და ბოლოს თქვა, იცით რაო, არც ჩემთვისო და არც პაციენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმას თუ დარჩა 3 წელი სიცოცხლე, ის 3 წელი ჯობია იცხოვროს ძუძუთი, ვიდრე ძუძუს გარეშე. მორჩა. ამას არ ყავს ოპონენტი. ცხოვრების ხარისხზე საუბარი. რა თქმა უნდა. აქ წამყვანი მომენტი არის ცხოვრების ხარისხი. 3 წელი დარჩა თუ 5 წელი დარჩა თუ რაც დარჩა, ის უნდა ის ადამიანია. და ყველანაირად უნდა ეცადო რომ აღადგინო ის ყველაფერი, რაც თქვათ, რაც ავანტყოფო იმას რა ქვია, კიბომ შეჭამა მარტივად, უხეში თუ რა ვთქვა. და რამდენად ხშირია რეციდივი? სხვა სიტყვებით, რამდენად დიდია შანსი, რომ იმ რეკონსტრუქციულ ზონას ისევ დაემართოს ის, რაც აქამდე ქონდა? მაგაზე ისევ პასუხია, რა შუაშია რეკონსტრუქცია. ანუ რეციდივი იბადება იმ ქსოვილიდან, რომელიც რჩება და არა გადატანილი და გადანერგილი ქსოვილიდან. აქ უკვე შეკითხვები ონკოლოგებთან. ნახეთ როგორ არის? ძალიან მარტივია. აქაც ძალიან მარტივია ფილოსოფია. ონკოლოგი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ონკოლოგი თუ ვინც იქნება. ადამიანი, ვინც აკეთებს რეზექციას, დაავადებული ძulis მაგალითად, ხო, გადავაკიდეთ ჩვენ ეს ქვედაღბას. მაგრამ რა მნიშვნელობა? ანუ აკეთებს რეზექციას, ის თუ იგივე პიროვნება აპირებს რეკონსტრუქციას, გინდათ თუ არ გინდათ, ფსიქოლოგიურად ის ადამიანი ფიქრობს, ეხლა მე აქ რომ მოვაჭრა 2 სანტიმეტრი, უფრო კარგად მარტივად გავაკეთებ რეკონსტრუქციას, თუ აქ მე რომ მოვაჭრა 6 სანტიმეტრი გამიჭირდება რეკონსტრუქცია, ამიტომ ჯობია ნაკლები მოვაჭრა, გამოვიდა კაი რეკონსტრუქცია, მე ვნახოთ. ჩვენთან როცა ერთობრივად კეთდება, ანუ გუნდურად როცა კეთდება, როცა ონკოლოგი აკეთებს რეზექციას და ჩვენი ბრიგადა მე ვაკეთებთ აღდგენას, მე თავიდან ყველას ვეუბნები და ბიჭები იციან, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს. არი ფიქრო, მოჭერი იმდენი, რამდენიც არის წესი და თხოვულობს იმის გარანტია, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად. სულ რომ მოჭრა ძუძუ, ან ნახევარი რომ მოჭრა, მე მაინც გავაკეთებ მაგის აღდგენას. მიხვდით ხო? და აქედან გამომდინარე, როცა არის აუცილებელი მაქსიმალური რადიკალიზმი იმ სიმსივნის სტადიიდან, მორფოლოგიიდან და ასე შემდეგ იქიდან, რაც თხოვულობს guideline ეგრეთ წოდებული, უნდა გაკეთდეს მაქსიმალური რეზექცია guideline-ის მიხედვით, რომ მინიმალური რისკი იყოს რეციდივის მეტასტაზირების და ასე შემდეგ. როცა შეიძლება ნებისმიერი მასშტაბის აღდგენა. ვინაიდან ჩვენ საუბრობთ რეკონსტრუქციაზე, მინდა რომ გაიხსენოთ თქვენი ყველაზე რთული კლინიკური შემთხვევა და აქვე გკითხავთ თქვენი გამოცდილებით, რომელი სიტუაცია ყველაზე რთული, სადაც მკაფიო ეგრეთ წოდებული სწორი გადაწყვეტილება არ არსებობს. აი ეს სწორია, ეს უნდა გავაკეთოთ. ეს სხვადასხვა სიტუაციებია. ანუ კითხვა არის ორნაირი. პირველი კითხვა, რომელიც უფრო გახსოვს кейსი რეკონსტრუქციის, ეს არის 13 ან 14 წლის გოგონა, ასაკი, ვისაც აქვს ქონდა უпроსწორად ზედა ყბის ავთვისებიანი სიმსივნე. სიმსივნე არის უცნაური. ეთიოლოგიით, ანუ მორფოლოგიით არის სანერწყვე ჯირკვლიდან, ანუ ის სანერწყვე ჯირკვლები, რომელიც მდებარეობს მაგარ სასაში. აი უცნაურია. მაგარ სასაში, ლორწოვანში არის რამოდენიმე უჯრედი, რომელიც გავს სანერწყვე ჯირკვალს და პროდუცირებს ნერვს. იქედან არის წამოსული ეს სიმსივნე. 14 წლის ბავშვზეა ლაპარაკი. და პროგნოზი, ანუ ცუდია, ტაქტიკა ონკოლოგები გვეუბნებიან, უნდა გაკეთდეს ჰემირეზექცია, ანუ ნახევარი ზედა ყბის რეზექცია. მარცხენა მხარე იყო, როგორც მახსოვს ახლა. ხო წარმოგიდგენიათ არა, ახალგაზრდა გოგოსთვის
ნახევარი ზედაყბის რესექცია რა არის. რა თქმა უნდა, მშობლებს, ნათესავებს ამ ბავშვის იკითხეს საქართველოში რა ხდება, როგორ ხდება და მოვიდნენ ჩვენთან ზუსტად იმისთვის, რომ გაგუკეთებინა ეს ერთობრივი ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია. ოპერაცია ზოგადად არის ურთულესი, იგივე მცირე წვივის ძვალი არის ხოლმე მასალა. ქვედაყბაში შედარებით მარტივია გადატანა, მაგრამ ხო წარმოგიდგენიათ ზედაყბის მოცულობა. აი იმაში უნდა ჩასვა ძვალი, უნდა ჩასვა კუნთი, უნდა ჩაეტიოს მაქსიმალურად, რომ მერე თქვათ იმპლანტაციისთვის, კბილების იმპლანტაციისთვის იყოს ალვეოლარული მორჩის რაღაცა მსგავსი. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენ ვიცით, რომ ეს გაკეთდება და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არ გინდა იმ 14 წლის ბავშვს ეს ყველაფერი აუხსნა, ეს ურთულესი პოსტოპერაციული პერიოდი ელემენტარულად, რომ ეს მასა თავიდან დიდი, შეშუპებული და გაცილებით უფრო დიდი მოცულობით ვიდრე საბოლოოდ იქნება, უნდა გქონდეს პირში ჩადებული, პირს ვერ დახურავს. აი ესე ნახევრად ღია პირით უნდა იწვეს 2 თუ 3 კვირა. შეჭამს ზონდით, ვერ ცილაპარაკებს და მარტო დაგვიწერს ფურცელზე ან რა სადღაც. და ისე გმირულად გადაიტანა ამ ბავშვმა ეს ყველაფერი, რომ იმის მერე გახდა ჩვენი განყოფილების უსაყვარლესი წევრი. ისე შეუხორცთა, რომ მე ვერ პოულობ იქ უბნებს, სადაც ხო მარტო კატეზე ჩანს გადანერგილი ძვალი თავისი ճანჭიკებით. გათხოვდა. რა ვიცი, რამდენი გავიდა, ხო, ყველაფერი დასრულდა კარგად. ეს ბავშვი მახსოვს, იმიტომ რომ აი გმირულად გადაიტანა ყველაფერი. და მაგ დროს არსებობს მოზრდილი ადამიანი, რომელიც წუწუნებს რაღაცას. აი უზარმაზარი სიყვარული ქონდა მაგ ბავშვს საერთოდ ცხოვრების მიმართ და გადარჩა და ყველაფერი კარგად. ძალიან კაია. ძალიან სასიამოვნოა. ეხლა მეორე ნაწილი კითხვის ცოტა რთულია ჩემთვის, იმიტომ რომ როცა ჩვენ რაღაცას ვგეგმავთ, პრაქტიკულად ყოველთვის გამოდის ისე როგორც ვგეგმავთ. ეს არის ისევ ჩვენი პრობლემა და მე ყოველთვის მიხარია, რომ თუ არსებობს რაღაცა სირთულე, რომ ამ სირთულის გადალახვა იყოს ჩვენზე დამოკიდებული. მაშინ მე ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ მაგის გადალახვა ჩვენ შეგვიძლია. აი როცა არის რაღაცა გართულება ან სიტუაცია, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, აი ეს არის კატასტროფა. მედიცინას ბევრი რამე შეუძლია, ექიმებს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ ჯადოქრები ჩვენ არ ვართ. ამასთან დაკავშირებით რა ახასიათებს სამწუხაროდ ჩვენ მენტალობას, კავკასიის ხალხს. თუ პაციენტი გადარჩა და ყველაფერი კარგად არის, ღმერთმა გადაარჩა. ევროპაში და ამერიკაში ეგრე არ ეძახიან ესე, რომ ექიმმა დაეხმარა ღმერთს. აი ამ პროცესში. ანუ არც მარტო ღმერთი და არც მარტო ექიმი პაციენტს ვერ გადაარჩენს. გარანტიებზე რა სიტყვით? რახან თქვენ ახსენეთ პაციენტებს ხშირად აქვთ რაღაცა დამოკიდებულება, პირველი რაც გამახსენდა და ვიფიქრე რომ ამას იტყოდით, რომ პაციენტები შემდგომ ითხოვენ გარკვეულ გარანტიებს. მედიცინაში არის გარანტიები. ეს ძალიან არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ გარანტიები არსად არ არის. აი, მარტო მედიცინაში კი არა. აბსოლუტურად არსად არ არის. ჩემ ბავშვობაში იყო ეგეთი უტრირებული, რუსულად ვიტყვი, იმიტომ რომ მაგის ქართული ალტერნატივა არ არსებობს. გარანტიი дает только похоронное бюро. ანუ არ არსებობს არც ერთი დარგი, სადაც ჩვენ ბიოლოგიურად ვართ ერთეულები, ხო? ანუ მსოფლიოს მასშტაბით, აი ბუნებაში ადამიანი ბუნების ნაწილია.
აი ცოცხალ ბუნებაში გარანტიები არ არსებობს. აი ეგრე ვთქვათ. მერე რაც ხდება არ ვიცი და მანამდე რაც ხდება ჩვენ არ ვიცით, ხო? მაგრამ აი ჩვენ ბუნებრივ ჩარჩოებში, ხო, კოსმოსი დაარქვით მაგას თუ დედამიწა დაარქვით, რაც გინდათ, იქ სადაც ჩვენ ვართ, ხო? იქ გარანტიები არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, შეიძლება გავიდეთ სახლიდან და ვეღარ დაუბრუნდეთ. ესეთია ჩვენი ცხოვრება. პლუს კიდე არსებობს სტატისტიკა. ადრე თუ გვიან რაღაცა დაგვემართება. ოღონდ ყველას არ არა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ადამიანი იბადება იმისთვის, რომ მერე მოკვდეს. ანუ მუდმივი არაფერი არ არსებობს. ზოგი კვდება რაღაც უბედური შემთხვევით, ზოგი ავადმყოფობით, ზოგია სიბირით, ხო, ამას ჩვენ ვერ გავიქცევით. აქედან გამომდინარე გარანტიები და მით უმეტეს არ მიყვარს, როცა პროცენტულად მეკითხები. ისეთი კითხვა. ხო, არიან ეგეთი პაციენტები, კონკრეტიკა აინტერესებს. სამწუხაროდ არ არსებობს. თქვენი საუბრად ახლა ერთ-ერთ თქვენს თქვათ რთულ кейსზე კლინიკურ შემთხვევაზე ამ 14 წლის გოგონაზე ისაუბრეთ და კითხვა მაქვს სახის ნერვის დაზიანებასთან დაკავშირებით. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? ნერვის გადანერგვა ხდება? რა არის სასწრაფო ნაბიჯები? რას აკეთებთ? ხშირია თუ არა? ეს ისეთი თემაა, რომელიც ემსახურებს, რა ვიცი, ორკვირიან ლექციას ალბათ. სახის ნერვის დაზიანება გააჩნია სად მოხდა, როდის მოხდა? ანუ თუ ვლაპარაკობთ თან და ინტრაოპერაციული? ინტრაოპერაციული დაზიანებები ონკოლოგიაში ხშირია. ძალიან ხშირია იქ, სადაც ვლაპარაკობთ თან ყბაყურა ჯირკვლის სიმსივნის ამოღებაზე, ან ქვედაყბის ოპერაციაზე ძალიან ხშირია. არის სიტუაციები, როცა ჩვენ მაგას ვერ გავექცევით და მაშინ აკეთდება რეკონსტრუქცია, ან ერთმომენტიანი, ან თუ ზუსტად არ ვიცით გადავადებული, ან ბოტოქსები მეორე მხარეს, იმისთვის რომ სიმეტრია მივიღოთ, მოკლედ. ეს არის ძალიან რთული თემა. ეს იწვევს პარესტს, ეს იწვევს, რა თქმა უნდა, დამბლას. ოღონდ აქ წამყვანი არის, რომელი ტოტი დაზიანდა, რამდენი ტოტი დაზიანდა და საერთოდ ადამიანს არავინ არ იცის რეგენერაციის თვისება ადამიანის. ხანდახან ისეთ სასწაულებს ვნახულობთ ჩვენ შედეგებს, აი კონკრეტულად ნერვების აღდგენის მერე. ხანდახან 100%-იანი ოპერაციის შემდეგ ვიცით, რომ აღვადგინეთ და უნდა აღდგეს მიმიკა და არაფერი და ხანდახან ვიცით, რომ ნერვი დაზიანებულია, ველოდებით 100%-იან დამბლას და 2-3 თვის მერე აღდგება თავისით. უცნაური. მაგრამ არსებობს რეკონსტრუქციის და აღდგენის მეთოდები. საშა ექიმო, მინდა რომ დაუბრუნდეთ პლასტიკურ ქირურგიას. არ გაშინებთ, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მამაკაცი და ქალიც, ქალბატონიც 20 წლამდე, 25 წლამდე ფიქრობს პლასტიკურ ქირურგიაზე და თავის სახის შეცვლაზე. ზოგადად ეს სილამაზეა თუ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ახალი ფორმა თქვენი აზრით? ეს ტრენდია, მეტი არაფერი. გაივლის ეს. ალაგდება. აი ეს ახალგაზრდობის ავადმყოფობა ყველას აქვს რაღაც ასაკში. გაივლის. არ არის ეს პრობლემა და სანერვიულო თემა. თუმცა თქვენ პაციენტს უარს არ ეუბნებით. შესაბამისად, პაციენტი თუ მოდის 20 წლის, 22 წლის და მას უნდა, არ ვიცი, ანჯელინა ჯოლის, არ ვიცი, სახე. თუ არის ჩამოყალიბებული ადამიანი, გასაგებია ამ ასაკში რთულია რაღაცაზე ლაპარაკი, ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები და გვახსოვს ეს ასაკობრივი ნიუანსები. მაგრამ, რა ვქნათ, უნდა. და როგორ უხსნით პაციენტს, რომ მისი სურვილი ტექნიკურად შეუძლებელია? მისი სურვილის შესრულება. იცით რა, არაფერი შეუძლებელი ტექნიკურად არ არის. გეტყვით ახლა ნიუანსებს, სად არის ტექნიკური ლიმიტები, მაგრამ სახეზე, ხო, მე არ მქონია ჯერ ისეთი შემთხვევა, რომ
რაღაცა ცხვირი ამ უთხრა რომ არ გამოვა. სხვა ამბავია მოუხდება თუ არ მოუხდება ამ სახის ეს ცხვირი. აი ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ხშირად და ეგრეთ წოდებული წინასაოპერაციო მოდელირების სამინდი რო კეთდება, ვაფრთხილებთ ადამიანს რომ ძალიან კარგი თუ თქვენი სურვილი და ჩვენი ხედვა მიახლოებით დაემთხვევა ერთმანეთს. ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენ ვიცით პროპორციები ზოგადად რა ტიპის სახს, რა ტიპის ცხვირი მოუხდება. თუ ეს თქვენი სურვილი და ჩვენი ხედვა ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ძალიან კარგი. თუ არ ემთხვევა, მე ვალდებული ვარ რომ გითხრათ, იცით რა, აი თქვენ სახეს მოუხდებოდა ცოტა განსხვავებული ცხვირი. მოიფიქრეთ და მითხარით თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება, მეტყვი რომ ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ იმ ვერსიას, რომელსაც თქვენ აირჩევთ. უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ერთხელ უთხრა ადამიანს, მაგრამ საბოლოოდ თუ შემოვა და მე გეტყვის, არა, მე მესმის ყველაფერი, მაგრამ მე მინდა ესე, კი ბატონო. შეზღუდვები არის ძუძუ ზომაში. ანუ თუ მოდის გამხდარი გოგო და მეუბნება მაჩვენებს რაღაც სურათებს, რომელიც არაადეკვატური ჯერ ერთი სურათი გადაღებულია, იქ ფოტოშოპია თუ ინტელექტია ჩართული თუ ღმერთმა იცის რა არის, მაგრამ აშკარად მაჩვენებს სხვა ადამიანის ძუძუს და მეუბნება რომ მინდა ესეთი. არ გამოვა. არის საზღვარი. რომ იმპლანტი არის ფიზიკური მასა, რომელიც უნდა ჩაიდოს თქვათ ძუძუს ადგილას. ეხლა ძალიან მარტივად და გასაგებად უხსნი. აი არის პატარა ჯიბე შარულის და არის დიდი ჯიბე. საფულე დიდი პატარა ჯიბეში ვერ ჩაეტევა. ჩვენს გვინდა რომ დიდი საფული გქონდეს სავსე, ხო? მაგრამ პატარა ჯიბეში ვერ ჩაეტევა. იგივე არის იმპლანტი. ანუ თხელ ვიწრო გულმკერდში ვერ ჩაეტევა. აი აქ არის შეზღუდვა. შეზღუდვები არის ლიპოფილინგების და ლიპოსკულპტურის დროს. როცა მოდიან და მეუბნებიან რომ მე მინდა საკუთარი ცხიმით ტრაკის შევსება. გასაგებია ძალიან კაი სურვილი, ადეკვატური, მაგრამ ამისთვის სათანადო რაოდენობა ცხიმი უნდა გქონდეს სადღაც. ხო? ან მუცელში, ან ზევით, ქვევით წელზე რომ თქოთ, ამოვიხოთ და მე დავამუშავოთ და შევიყვანოთ ტრაკში. აქაც გვაქვს შეზღუდვა. გავიგე. ერთ თემას მინდა შევეხო და ამ თემის ირგვლივ მე მგონი ძალიან ბევრი დისკუსია არის და ეს არის სახის ლიფტინგი ძაფებით. ბოლო წლებში სახის ლიფტინგი ძაფებით ძალიან პოპულარული გახდა, მათ შორის საქართველოში. ეს რეალურად უსაფრთხო პროცედურაა, ეფექტური ალტერნატივაა ქირურგიასთან შედარებით და ეს არ გირთულებთ შემდგომ თქვენ პლასტიკურ ქირურგებს საოპერაციო ინტერვენცია, უშუალოდ ოპერაცია. აი მე რამოდენიმე წუთის წინ ვთქვი, რომ არც ერთი აპარატული ტექნოლოგია, არც ერთი მინი ინვაზიური ტექნოლოგია არ არის ოპერაციის ალტერნატივა. არც ერთი. მათ შორის ეს სხვადასხვა ტიპის ძაფები. ძაფები არის ძალიან ბევრი სხვადასხვა. არცulis გვაძლევს რაღაცა შედეგს, სულ უშედეგო რა თქმა უნდა არ არის, გვაძლევს რაღაცა შედეგს, მაგრამ სულ სხვა ტიპის შედეგია ეს. ჰოლივუდში რატოა ყველა ლამაზი ესეთი? და კინოებში გადაღებული სხვა და რეალ ფოტოებში სხვა. ისინი იყენებენ სპეციალურად ლეიკოპლასტირები ესეთია, რეზინიანი, რომელიც იწებება invisible არის. ანუ არ ჩანს. იწებება იქ და უკნიდან იკურება რეზინით, ხო? და ჭიმავს ამას. აი ეს არის ძაფის შედეგი. ანუ ნახეთ, ძაფს არ შეუძლია გადაიტანოს ქსოვილი აქედან აქამდე. ხო? შეუძლია დაჭიმოს ეს. მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ნამდვილი დაჭიმა გავაკეთოთ, ხო, ჩვენ უნდა ავაშრევოთ ქსოვილი, კუნთი, კანი, ძვლიდან ხანდახან რაღაც ანუ ღრმა ლიფტინგი როცა კეთდება, უნდა ავაშრევოთ, გადავჭიმოთ
და დავაფიქსიროთ სხვაგან. აი ეს არის დაჭიმა. სათანადოდ ამ ფუნქციას ძაფი ვერ შეასრულებს. თუ ძაფი არის არა გამწოვი, რისკები აქვს. თუ ძაფი არის გამწოვი, რისკები მინიმალურია. ორივე შემთხვევაში ძაფების ტექნოლოგიების შემდეგ ქირურგიული ოპერაციის შესრულება დაჭიმა სახის არის უფრო რთული და უფრო რისკიანი. რატომ? იმიტომ რომ აღარ არის ჯამრთელი სახის ანატომია. და ძალიან გვიჭირს სახის ნერვის ტოტების იდენტიფიკაცია აი ამ ნაწიბუროვან ქსოვილში. საერთოდ ნებისმიერი ჩარევის შემდეგ სახის ლიფტინგი უფრო რთულია, უფრო ხანგრძლივია და უფრო რისკიანია. ძალიან ბევრი ვიდეოს უყურე ამ თემაზე. არა, განარამეს ვაპირებდი, ახლა მომავალში არა, მაგრამ როცა ვემზადებოდი ამ ეპიზოდისთვის, ბევრ პლასტიკურ ქირურგს უსმინე, უცხოელებზე უფრო მეტად მაქვს საუბარი და პრაქტიკულად ყველამ აღნიშნა, რომ სახის ლიფტინგის შემდეგ ძაფებით ბევრად უფრო რთულია მათთვის მუშაობა. ნამდვილად. დღეს ზოგი ადამიანი იტარებს პლასტიკურ ქირურგიას, ეს ვთქვათ პრევენციულად. აი, მოდი, ესე ვთქვათ, დროზე ადრე რომ არ დავბერდე. თქვენ რომელ ასაკში თვლით მიზანს შეწონილად სხვა, მაგრამ ალბათ უფრო სახეზეა საუბარი, პლასტიკური ქირურგიის გაკეთებას და არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვები? ხო, ეს თემა მუშაობს, ანუ რეალურად ძალაშია ეგეთი ხედვა და მიდგომები მარტო სახის ოპერაციებზე. ეხლა პრევენციულად სხეულს არავინ არ იკეთებს, როცა არის რაღაცა პრობლემა, მაშინ იკეთებენ. და პრევენციულად სახეზე ცვლილებები მისაღებია 18 წლიდან, უხეშად ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არის აღნაგობა, ისეთი ბუნებრივი პერიორბიტალური სივრცეებში, როცა ნამდვილად სახე არის დაღლილი, გამოიყურება გაცილებით უფრო, ვთქვათ, ცუდად, ვიდრე უნდა იყოს იმ 18 ან 20 წლის შესაბამისობაში. ეს, მთლად არ არის პრევენციული ოპერაცია, მაგრამ ნაადრევი ჩარევა, მაგრამ აუცილებელია. არის ამისთვის ადეკვატური ჩვენება და მით უმეტეს პაციენტის სურვილი. ეს ულაპარაკოა. ეხლა რაც შეეხება ზოგადად სახის დაჭიმას. აქაც ორი მიდგომა არსებობს. ერთი მე ვთვლი რომ სწორია და მეორე მე ვთვლი რომ ჩვენებურია. პირველი მიდგომა ისეთია, რომ სახის დაჭიმვა შეიძლება გაკეთდეს 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ უტრირებ ახლა, მაგრამ ბევრჯერ და იმის მიზანი, ოპერაციის მიზანი ის არის, რომ აი რანაირი ადამიანი იყო 35 ან 40 წლის ასაკის დროს, იგივე ვიზუალი შეინარჩუნოს მაქსიმალურად ხანგრძლივად. ანუ ისე კი არა, რომ 40 წლის ასაკში თქვა, რომ მე ჯერ 40 წლის ვარ და ისეთი არაფერი არ მჭირდება, თუმცა უკვე ხდება რაღაცა 40 წლის რაღაცა ცვლილებები. არ გავიკეთებ. დაველოდები 50 წლის. 50 წლის წარმოიდგინეთ, რომ გაიკეთოს ოპერაციას, ის რადიკალურად ერთ დღეში ხდება სხვა ადამიანი. გინდა თუ არ გინდა შენ. და აი ეს გრადიენტული ცვლილება არ არის კარგი. სოციუმისთვის არ არის კარგი. ანუ საზოგადოებაში არავინ არ უნდა მიხვდეს, რომ თქვენ გაიკეთეთ სახის რაღაცა. გაილამაზეთ, ხო? უბრალოდ რა კარგად გამოიყურები დღეს და ეს კარგად გამოიყურები გრძელდება, ხო, 10 წელი. მერე ისევ კარგად გამოიყურები და გეუბნებიან, ვახ რა კარგი ხარ, საერთოდ არ იცვლები. აი ეს არის ის, რაც უნდა იყოს. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სულ ოპერაციები, ხო? დაიწყე რაღაცა ენდოსკოპიური ლიფტინგით, ანუ მინიმალური ჩარევით. მერე რაღაცა პერიოდი ეხმარები ამას ბოტოქსით და ხარისხიანი რაღაცა პროცედურებით. მერე გაიკეთე უკვე ეგრეთ წოდებული deep plane, ანუ ღრმა სმას დაჭიმვა
და მე კიდე აგრძელებთ რაღაცა პროცედურებს და გამოდის რომ 40 წლიდან 60 წლამდე, ხო, სულ კაი ფორმაში ხარ. აი ეს არის სწორი მიდგომა. თორემ მე რო ხარ 65 წლის და უცბად მიხვედი პლასტიკურ ექიმთან და უკვე კი რაღაცა გაკეთდება, მაგრამ სმას ლიფტინგი სმას პროცედურა აღნიშნეთ თქვენ და მოდით მაშინ აი ეს საკითხი ჩავხუროთ. რომელმა კოსმეტოლოგურმა პროცედურებმა შეიძლება გაართულოს შემდგომ პლასტიკური ოპერაცია? თუ ზოგადად მიესალმებით თქვენ სმას, ფილერებს, ბოტოქს, ღრმა პილინგი კი, ინიექციური უკვე აღნიშნეთ ჩვენ სხვადასხვა პროცედურები. ორი კითხვა დავსვი. ეხლა ნახე. რა არის სმასი? სმასი არის სისტემა, ინგლისური აბრევიატურა, მაგრამ ახლა წინა არ აქვს ნიშნულობა არასამედიცინო საზოგადოებისთვის. ბოლო ესი ნიშნავს სისტემას. ანუ ეს არის სისტემა, რომელიც მიმიკური სისტემა, მარტივად რო ვთქვათ. სახის მიმიკური კუნთების სისტემა, რომელიც მდებარეობს ღრმად კანის ქვეშ. სათანადოდ მარტო კანის აშრევება და კანის დაჭიმვა არ ცulis აი ამ მიმიკას და არ ცulis სმას. სმასის გარდა, ანუ გარეშე, ნებისმიერი ლიფტინგი არის უტრირებ 6 თვიანი შედეგით. ეს არის ძველებური მარტო კანის დაჭიმა. დღეს პლასტიკური ქირურგი, ვინც აკეთებს სახის დაჭიმას და ჭიმავს მარტო კანს, ეს არის უკვე არხაიზმი, ანუ ძველია და არ არის შედეგიანი და შეიძლება გაკეთდეს მარტო უხეშად 70 წლის ასაკში, როცა უკვე ყველაფერი გაკეთებულია და არის მარტო ნაოჭები კანზე. სმასის გარეშე რადიკალური ლიფტინგი არ არსებობს. სმასის ლიფტინგი თვითონ განსხვავდება აშრევების და მობილიზაციის სირთულით. აი აქ ვლაპარაკობთ ჩვენ უკვე სახის ნერვის ტოტებზე. რაც უფრო ღრმად შევდივართ იმისთვის, რომ ღრმად და რადიკალურად დავჭიმოთ ეს სმასი, უფრო კონტაქტობთ სახის ნერვის ტოტებს. აი ამისთვის არის აუცილებელი კარგი ვიზუალიზაცია, ამით რომ თვალის კონტროლის გარეშე ხანდახან გამადიდებელს ვიკეთებთ, ესე მუშაობთ კარგი ვიზუალიზაციის გარეშე, მაგას ვერავინ ვერ გააკეთებს და როცა წინა საოპერაციო პროცედურები აქვს, ეს ძაფები, გელები, კიდე რაღაცეები გაკეთებული, ეს ზუსტად ართულებს აი ამ დისექციას. რომელი პროცედურები კატეგორიულად აკრძალულია თქვენს პრაქტიკაში პლასტიკურ ქირურგიამდე? აი, ორი თვით, სამი თვით აკრძალული არაფერი არ არის, არის რეკომენდაციები. არის აი ეს ყველა პროცედურები არ უნდა გაკეთდეს მინიმუმ 6 თვის წინ ოპერაციამდე. რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ბოტოქსი, ფილერი, ძაფები. რაც არის მინი ინვაზიური. ეხლა გარეგნულად ეგრეთ წოდებული ლაზერული პილინგი იქნება თუ ქიმიური პილინგი იქნება, ეს არ აზიანებს არაფერს, იმიტომ რომ შიგნით კანქვეშ არ შედის. ესთეტიკაზე და ფუნქციაზე მინდა გაგესაუბროთ და კი ამ თემას დავიწყებ გენდერული პლასტიკით, ანუ სქესის შეცვლით, მარტივად რომ ვთქვათ. გენდერული პლასტიკის დროს რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი? თქვენთვის ესთეტიკური შედეგი, რომელსაც პაციენტი ითხოვს, თუ ფუნქციების შენარჩუნება. და აქვე ვიკითხავ, საქართველოში ზოგადად როგორი პრაქტიკა გენდერულ ოპერაციებთან დაკავშირებით არის კანონმდებლობაში დღეს მიღებული არის ეს კანონი, პრაქტიკულად 1 წელი სრულდება უკვე, რაც საქართველოში აიგრძალა ეს ოპერაციები. მანამდე ძალიან პოპულარული იყო და ძალიან ხშირად ვასრულებდით. ეხლა აკრძალულია. გენდერთან მიმართებაში ძალიან სენსიტიური ამბავია ეს. რაც მე მაქვს გამოცდილება, გენდერული ოპერაციები აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც არის ჭეშმარიტი ტრანსექსუალი და რეალურად ეს არის იმ
კომპლექსური მკურნალობის ნაწილი. ანუ ნახეთ, როგორ არის ადამიანი, რომელიც თავის სხეულში გრძნობს, რომ არის ოპოზიციური გენდერის მატარებელი, ის ცდილობს გარდა იმისა, რომ გარეგნულად აღარ გავდეს იმ სქესს, რომლის სხეულში ის არსებობს და გავდეს მოპირდაპირო სქესს, იმას უნდა, რომ მკურნალობით კიდე ამ პროცესებს და ამ ცვლილებებს დაეხმაროს. ანუ მკურნალობას გულისხმობთ ჰორმონალური თერაპია და სათანადო რამოდენიმე ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს კონკრეტულად სქესის შეცვლით, ანუ ან ფალოპლასტიკით, ან ვაგინოპლასტიკით. ორივე შემთხვევაში აი ეს მთელი რიგი ოპერაციების გასაკეთებელია თავიდან ბოლომდე. იმ შემთხვევაში თუ კანონი არ გეგრძალავს ამას. დღეს შეწყვეტილი გვაქვს ეს ოპერაციები და ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენც ვართ რაღაცაში და პირველ რიგში ეს პაციენტები არიან შეზღუდული იმაში, რაც მათ ჭირდებათ სამედიცინო კუთხით. აქ არ ვლაპარაკობთ სოციუმზე, სოციალურ ასპექტებზე, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით, ხო, ამათ დააკლდათ ის მკურნალობა, რაც ჭირდებათ. თქვენ აღნიშნეთ, რომ მსგავსი ოპერაციები ტარდებოდა საქართველოში, არ იყო ცოტა და რაოდენობაზე გამახსენდა, რომ ჩვენ ერთ თემას არ შევეხეთ და ეს თემა განსხვავებულია, უფრო პოპულარულია, მე ვფიქრობ, ეს არის ლიპოსაქცია. და კითხვა მაქვს ესეთი, რამდენად ხშირია ჩვენთან ლიპოსაქციის პროცედურები და რამდენად მოსალოდნელია რეციდივი იმ ზონებში, სადაც მოხდა აღნიშნული ოპერაცია. სხვა სიტყვებით, შეიძლება თუ არა ცხიმი ისევ დაგვიბრუნდეს იმ ადგილებში, სადაც გავიკეთეთ ლიპოსაქცია. ეს ყველა საინტერესოა. დიახ. საერთოდ ზოგადად, გლობალურად, ნებისმიერი პლასტიკური ოპერაცია, ნებისმიერი ცხვირიც მათ შორის ჯობია, რომ გაკეთდეს იმ მდგომარეობაში, როცა პაციენტს აქვს სტაბილური წონა. ზოგადად. რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრების მანძილზე ამის, თქვათ, გარანტიის მიცემა ცოტა რთულია, რომ სულ იქნება ეს 70 კილო უხეშად, მაგრამ სასურველია, რომ გაკეთდეს სტაბილურ წონაზე და ლიპოსაქციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ანუ თუ სადმე გვაქვს ჭარბი ცხიმი და ჩვენ ეს ჭარბი ცხიმი ამოვიღეთ, თუ შენ წონაში არ მოიმატებ, შედეგი იქნება სტაბილური და ხანგრძლივი. მაგრამ თუ შენ წონაში იმატებ, როგორ ჩალაგდება და სად ჩალაგდება ეს ცხიმი, რეალურად არავინ არ იცის, იმიტომ რომ ჩალაგდება ყველგან. მაგრამ ის მიდამო, სადაც ამოღებულია ცხიმი, ხო? ის მიდამო უკვე განიცადა ქირურგიული ინტერვენცია სათანადოდ აქვს რაღაცა ნაწიბუროვანი პროცესი იქ, ის როგორ რა პასუხს მოგცემს აი ამ ზოგადად წონის მომატებაზე, არავინ არ იცის. შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს, შეიძლება რაღაცა დეფორმაციები გამოჩნდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ გროვდება, ან იქ არ დაგროვდება. მოიმატებ წონაში, ყველგან დაგროვდება. ისევ და ისევ გარანტიები მედიცინაში. არის. და მეორე კიდე არსებობს მითი, რომ მივალ ეხლა მე ვარ ჭარბწონიანი ადამიანი, მივალ ეხლა იქიმთან გავიკეთებ ლიპოსაქციას და გახვდები. არა. ლიპოსაქცია და წონის დაკლება საერთოდ სხვადასხვა თემებია. ლიპოსაქცია ნიშნავს, რომ სადმე კარგ სხეულზე, კარგ და ლამაზ სხეულზე ამოვიღოთ ან გადავიტანოთ ის ცხიმი, სადაც გვეჩვენება, რომ ზედმეტად არის, იმ მიდამოში, სადაც ნაკლებადაა. ოღონდ ზოგადად ეს უნდა იყოს კარგი სხეული. დაკიდებული, ღიპიანი მუცელს, ხო, დაკიდებულ მუცელს და ღიპიანს არ შველის ლიპოსაქცია. რას ფიქრობთ GLP აგონისტებზე, როგორიც არის, ეგრეთ წოდებული ოზემპიგი, ვეგოვით და ასე შემდეგ? ამ ეტაპზე ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ზუსტად აი ამ წონის დაკლების თემაზე არის ალტერნატივა სერიოზული ქირურგიული ოპერაციების. დღეს არის ორი ტიპის ოპერაცია.
ეგრეთ წოდებული ბარიატრიული ოპერაციები, ან გასტროპლასტიკა, ან ბაიპასი. ან ორივე ერთად. ოპერაცია დღეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ანუ დამხეცებულია ტექნოლოგია, ყველაფერი პოსტოპერაციული მოვლა, მაგრამ მაინც რისკია, მეტი ვიდრე პრეპარატის გაკეთება. ერთი მომენტია, რომ უნდა იკეთო ხანგრძლივად, ეს მეტაბოლური პრეპარატებია, უნდა იკეთო კაი ხანი, რომ ვთქვათ შეინარჩუნო წონა. რეალურად ზედმეტი წონა არის ყველა ვარიანტში, თუ არ არის რაღაცა სერიოზული ჰორმონალური დაავადება, არის ალიმენტარული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. და თუ ადამიანი მიეჩვევა აი ამ ნაკლებ ჭამას, ნებისმიერი პროცედურის შედეგად, ეს იქნება ბარიატრიული ოპერაცია, ეს იქნება ოზემპიკი, თუ ეს იქნება პირის ამოკერვა, ხო? თავარია მიეჩვიოს, რომ ნაკლები ჭამოს და ბევრი ენერგია დახარჯოს. ცხიმზე ვსაუბრობთ. რამდენად ხშირია ცხიმოვანი ქსოვილის გადატანა სხვა ადგილებში და დაახლოებით რა დრო ჭირდება ამ გადატანილ ცხიმს, რომ ინტეგრირდეს ახალ უბანში? ეს თემა გახდა ძალიან პოპულარული მსოფლიოში უკვე ალბათ, მინიმუმ 15 წელი. როცა საკუთარი ცხიმი ითვლება, რომ არის ყველაზე კარგი შემავსებელი, ანუ ეგრეთ წოდებული ფილერი. ფილერი არსებობს ბუნებრივი, ეს არის ცხიმი დღეს და არსებობს ფილერი ხელოვნური, ეს არის სხვადასხვა ტიპის გელები, ქიმიური. ითვლება, რომ ცხიმი ყველაზე კარგი ადეკვატური შემავსებელი. თუმცა მაგასაც ახასიათებს რაღაც უკუჩვენებები არსებობს და რისკები, მაგრამ მაინც არის ყველაზე კარგი შემავსებელი. შეიძლება თვალის მიდამოში საკუთარი ცხიმის ყველგან შეიძლება, ოღონდ უნდა იცოდე როგორ, რანაირად და რისთვის. კერძშიც შეიძლება, იმიტომ რომ უფრო მარკეტინგი აუიძახია. შეიძლება, მაგრამ ისე უნდა იცოდე რისთვის და როგორ. ანუ ისე რომ რადიკალურად შეცვალო ძუძუს ზომა საკუთარი ცხიმით, ეს კეთდება მარტო იმ ადამიანებში, ვისაც აქვს იმპლანტის ფობია. ანუ ვისაც ძალიან უნდა ძუძუს გადიდება, აქვს ცხიმის რესურსი, მაგრამ აქვს იმპლანტის ფობია, ანუ კატეგორიულად გეუბნება, რომ მე იმპლანტი არ მინდა. და რეკონსტრუქციაში? ცხიმის პოსტრეკონსტრუქციის კორექციაში არის იდეალური. რა სხვაობა იმპლანტებს შორის? ბრენდი, მარტო. არა, ხო არსებობენ, არსებობს როგორ იცახიან, არსებობს ნატურალური ფორმის. ნახეთ, ჩვენ ყველანი დღეს მთელი ნახევარზე მეტი საქართველოს დადის მანქანებით. რითი განსხვავდება ეს მანქანა? ბრენდით. ანუ მანქანა ასრულებს, მე ჟიგულზე არ ვლაპარაკობ, ხო? საბჭოთა დროში ისე გავხსენე. მანქანის ფუნქცია არის აქედან აქამდე შენი მოყვანა, ხო? თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც ფინანსურ კატეგორიაში ერთ მანქანას, განსხვავდება მარტო ბრენდით. ანუ თანამედროვეზე თუ ვლაპარაკობთ და ავიღეთ ეს 5 თუ 6 ბრენდი, ვინმე იტყვის, რომ აქედან რომელიმე უკეთესია და რომელიმე ცუდია, ხო? თქვენ შეიძლება გიყვარდეს უფრო მეტი Mercedes-ი, მაგრამ მე შეიძლება მიყვარდეს სხვა ბრენდი. ანუ მარტო ბრენდით განსხვავდება, ეხლა აგიხსნით. იმპლანტები. რატო? იმიტომ რომ ეს არის ევროპული პროდუქცია. ევროპაში სერტიფიცირებულია აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ გარეგანი კაფსულა იმპლანტის სერტიფიცირებულია. და თქვენ აი ამისგან იყიდულობთ, მეც აი ამის გამყიდულობ მაგ მასალას გარეგანი კაფსულისთვის. რომ მე არც თქვენ, არც მე არა გვაქვს უფლება ვიყიდოთ სხვაგან, იმიტომ რომ მარტო ეს არის სერტიფიცირებული. იგივე შემავსებელი იმპლანტის, ეგრეთ წოდებული სილიკონის გელი, ხო? არსებობს, მე მგონი 2 დარჩა წარმოებელი, ვინც უშვებს მაგას ევროპის ტერიტორიაზე. სხვა იყო რაღაცა სკანდალები და ასე შემდეგ და სხვა ყველაფერი დაიხურა და ეს მომწოდებელი, აი ამ გელის დარჩა მარტო 2.
სათანადოდ ერთი და იგივე ტიპის იმპლანტს იქნება ეს გერმანული, ფრანგული, ინგლისური, ნიდერლანდული თუ რაღაცა სხვა კიდე აქვს ერთი და იგივე სერტიფიცირების ნომერი. ანუ არის ერთი და იგივე. რაღაცით განსხვავდება ყველა კომპანია, ფიქრობს რაღაცაზე, მარკეტინგზე, ინოვაციებს აკეთებს, მაგრამ არ განსხვავდება. ისე რომ ჩვენ ექიმურად ვთქვათ, რომ აი ეს იმპლანტი ჯობია და ეს არ ვარგა, არ შეიძლება. არ არის ეგრე. მაშინ გამოდის, რომ პაციენტი უნდა ერკვეოდეს ამ ბრენდებში? არა, პაციენტს შეუძლია, როგორც მიდის მაღაზიაში და ყიდულობს Toyota-ს, იმიტომ რომ Toyota მოსწონს, შეუძლია მოვიდეს და თქვას, რომ აი მე წავიკითხე იმ გვერდზე, მირჩიეს ეს იმპლანტი, მინდა ეს იმპლანტი. ავტომობილები ახსენეთ და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მეგობარი ფიქრობს მანქანის შეცვლას ელექტრომანქანაზე. საჭიროებს თუ არა შეცვლას იმპლანტი? მანქანის შეცვლა არის სურვილი და არ არის აუცილებლობა. როდის ხდება მანქანის შეცვლის აუცილებლობა? მაგრამ ესაც ტექნიკურად უკვე. ხო, ან მანქანა მორალურად დაძველდა, ხო, და ჩვენ უბრალოდ უნდა შევცვალოთ სიტყვაზე, ან ტექნიკურად ისეთია, რომ არ ექვემდებარება მარტივ შეკეთებას, ხო? იგივე არის იმპლანტი. ანუ დღეს ყველა იმპლანტი არის უვადო. უვადო ნიშნავს იმას, რომ არც ერთ იმპლანტს არ აწერია რეკომენდაციაში, რომ 5 წელიწადში შეცვალეთ, ან 8 წელიწადში შეცვალეთ, ან 10 წელიწადში შეცვალეთ. შეცვალეთ მაშინ, როცა გვაქვს პრობლემა. ეს პრობლემა შეიძლება იყოს გამოწვეული თვითონ იმპლანტით, ან ორგანიზმით. ანუ ან არის რაღაცა დაავადება იმპლანტის გარშემო, შეიქმნა რაღაცა პრობლემა, ან იმპლანტი ფიზიკურად დაზიანდა. კითხვა მაქვს ესეთი, როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მას რაღაც პრობლემა გააჩნია? უნდა იაროს ჩეკაპებზე? და თუ უნდა იაროს ჩეკაპებზე, უნდა იაროს თქვენთან პლასტიკურ ქირურგთან თუ მამოლოგთან? ჩეკაპებზე უნდა იაროს აუცილებლად ნებისმიერი ქალი უხეშად წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთოს ძუძუს ეხოსკოპია. თუ მანამდე არის ნაოპერაციები, ანუ ჩვენ როგორ ურჩევთ ჩვენ პაციენტს? ან თქვენ თუ გაიკეთეთ ჩვენთან ძუძუს ოპერაცია, გიხსნით, რომ წელიწადში ერთხელ მიდიხართ, სადაც გაგიხარდებათ, ნებისმიერ სპეციალისტთან, იკეთებთ საკონტროლო ეხოსკოპიას, მოდიხართ ჩვენთან, იგივე ჩეკაპზე, ანუ წელიწადში ერთხელ, ოღონდ აი იმ ეხოსკოპიის პასუხით ხელში. გნახავთ, წავიკითხავთ, თუ არაფერი არ არის, გეტყვით, რომ მომავალ შეხვედრამდე 1 წელიწადში. თუ ვხედავ რაღაცა პრობლემას, ვრთავთ ან დამატებით კვლევებს, რაც თქვათ ეხოსკოპიის მერე შემდეგი არის MRI, ან ვრთავთ სათანადო სპეციალისტებს. თუ პრობლემა არის ჯირკვალში, მაშინ ერთვება მამოლოგი, თუ პრობლემა არის იმპლანტში, მაშინ ჩვენ ბანალურად ამ იმპლანტს ვცვლით. რახან პრობლემებზე ვსაუბრობთ? მოდით თქვათ, რა არის ყველაზე ხშირი გართულება მსგავსი ოპერაციების შემდეგ და რისკები? გართულები და რისკები. რისკები ისევ უბრუნდებით სტატისტიკას. პირველი სიკვდილიანობა, მეორე. ხო, არის კონკრეტულად უახლოესი პოსტოპერაციული პერიოდის რისკი, ეს არის ინფიცირება, ეგრეთ წოდებული სისხლის ჩაქცევა, ანუ ჰემატომა, მეტი არაფერი. და შორეული რისკები უფრო მეტია. აქ არის არახშირი, მაგრამ ძალიან მტკივნეული პაციენტისთვის თემა, ეს არის ეგრეთ წოდებული კაფსულარული კონტრაქტურა, არის იმპლანტის მექანიკური დაზიანება, არის იმპლანტის როტაციები, რაც თხოვულობს აი დამატებით ქირურგიულ კორექციებს. საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ, ოდნავ ინტიმურ თემებზე და ამიტომ კიდევ ერთ ინტიმურ თემას მინდა შევეხო. ამბობენ ბოლო წლებში ინტიმური პლასტიკა სულ უფრო პოპულარული ხდება. არსებობს ასაკობრივი ანატომიური ან სამედიცინო შეზღუდვები ინტიმური პლასტიკისთვის და რომელ რისკებს პაციენტები ხშირად არ აფასებენ. ისევ რისკები. ეს არის სოციალური თემა. იმიტომ რომ ანატომიურად
ჩვენი ორგანიზმი, ეს იქნება მამაკაცის თუ ქალბატონის ორგანიზმი, ასაკში იცვლება. ყველაფერი იცვლება. მათ შორის იცვლება სასქესო სისტემა. ყოველთვის ეგრე იყო. უბრალოდ ადრე სოციალურად ქალები არ აქცევდნენ მაგას სათანადო, ითვლებოდა, რომ სტრატეგიულად არ შეიძლებოდა მაგ თემაზე ლაპარაკი. ეს რა არის? ეს არის მშობიარობის მერე საშოს კედლების დაწევა, საშოს გაფართოვება. მეორე, ეს არის ჰორმონალური ცვლილებები საშოს ლორწოვანში, ასაკობრივი. და ეს არის გარე, ვთქვათ, ბაგეების, კლიტორის, ან ჰიპერტროფია, ან ისეთი განვითარების ნაკლი, რომელიც თხოვულობს ქირურგიულ კორექციას. აქ ძალიან ბევრი სპექტრია ოპერაციების. და პლუს კიდე დღეს ამას დაემატა ესთეტიური გინეკოლოგია. ანუ აქამდე მე ჩამოვთვალე ის, ვთქვათ, სიტუაციები, როცა არის ასაკობრივი ცვლილებები, ან ჰორმონალური ცვლილებების შედეგები, ან ვთქვათ, მშობიარობის პოსტმშობიარე სიტუაციები. პლუს კიდე ამას დაემატა დღეს ესთეტიური, როგორც ქალებს უნდა რომ ლამაზად გამოიყურებოდეს სახეზე, ესევე აქვთ ახლა სურვილი, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს გარე სასქესო ორგანოებში. ესთეტიურად, არა, ტექნიკურად განსხვავდება თუ არა მამაკაცების და ქალბატონების ოპერაციები ტექნიკურად? გააჩნია რა ოპერაციებს ლაპარაკობთ? სახეზე რადიკალურად არა. ასე თუ ისე გაიდლაინი პროტოკოლი? არა, პროტოკოლი საერთოდ არ ითვალისწინებს მაგას. ანუ მაგალითად რინოპლასტიკის პროტოკოლი სულ არ არის გაყოფილი, ვთქვათ, ქალებში და კაცებში. სახის დაჭიმვა საერთოდ არ არის არანაირი გაყოფა გენდერული. ჩვენ აქ უბრუნდებით იმ თემას, რომ ტრანსგენდერების ამბავი, ანუ არანაირი მნიშვნელობა გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გამოცდილება და ვიცით, რომ ცოტა კაცის ქსოვილი ოდნავ განსხვავდება და რაღაც ტექნოლოგიურად ნიუანსები არსებობს მაგ ოპერაციებში, მაგრამ ეს მეცნიერულად არ განსხვავდება. მამაკაცებში ყველაზე ხშირი ოპერაციები რა არის? ბლეფარო, ცხვირი. კი. ყბის კუთხეები? იშვიათობაა. პრინციპში საქართველოში ახლა. ხო, იშვიათობა. იკეთებენ, კი. დღეს კაცები აქცევენ, იცით რა, აი ვარცხნილობის თემა ცოტა შეიცვალა და აქცევენ ყურადღებას თავის ქალის ფორმას. და ბოლო წლებში აქვთ სურვილი თავის ქალის ფორმის გალამაზებას. როგორ? იმპლანტებით. საინტერესო. და იმიტომ რომ გადაპარსულ თავზე ჩანს რაღაცა ხარვეზი თავის ქალის. და რამდენად ხშირია ისეთი ოპერაციები, სადაც ტესტოსტერონის ვიზუალს ქმნის ოპერაცია, თუნდაც რაც მე აღვნიშნე ყბის ფორმებიდან გამომდინარე. ეს კი, ეს საქართველოში და ევროპაში არ არის ლიცენზირებული და სერტიფიცირებული ეს მომენტი, ეგრეთ წოდებული პექტორალური იმპლანტები. ლათინურ ამერიკაში ეს ძალიან ხშირია, მაგრამ ჩვენ რადგან ვეკუთვნით სამედიცინო თვალსაზრისით ევროპას, ხო? ჩვენთან შემოდის მარტო ევროპაში სერტიფიცირებული პროდუქცია. სათანადოდ ეს პექტორალური იმპლანტები აქ არა. იგივე ეგრეთ წოდებული კუბიკები მუცელზე. ამის იმპლანტიც არსებობს და არ არის სერტიფიცირებული, სამწუხაროდ ის კუბიკები, რომელიც კეთდება, ვთქვათ, ლიპოფილინგით ან სპეციალური, ვთქვათ, ლიპოსაქციის შედეგად, ეს დროებითია. დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება გაჩერდეს? არავინ არ იცის. ამიტომ მეგობრებო ვივარჯიშეთ. აი მე ვარჯიშობ. იცით რამდენი ვარჯიში ჭირდება იმისთვის, რომ კუბიკი ჩანდეს? არა, მხოლოდ ხო, ჯანსაღი არის. მთელი ცხოვრება, უბრუნდებით იმას, რომ ჩვენ ხალხს თანამედროვე
ახალგაზრდებთ უნდაც სწრაფი შედეგი, მარტივი, რომ არ დაიხარჯოს. კი, ნამდვილად. თქვენი აზრით, რომელი ოპერაცია მომავალ 3-5 წელიწადში გამოვა მოდიდან? არაფერი არ გამოვა მოდიდან, პირიქით შემოდის დავიწყებული ოპერაციები, რომელიც ადრე კეთდებოდა, მერე თავისი უაზრობის გამო და უშედეგების გამო კი არა, ზუსტად უაზრობის გამო აღარ კეთდებოდა და დღეს ისევ შემოდის ტრენდში. აქტიურად ჩვენს ცხოვრებაში. ხო. ამიტომ პირიქით მატულობს სახეზე სხვათა შორის, აი რაღაცა ტუჩების ამოტრიალება მატულობს. ტუჩების ამოტრიალება რას ნიშნავს? რომ უფრო მოცულობა იყოს, ანუ ეგრეთ წოდებული ბულხორნი კი არა. აი წითელი ქობის საზღვარზე რო იჭრება და მე ამოტრიალება ხდება იმ ლორწოვნის, აი ეგეთი ოპერაციები იყო უბრალოდ ისტორიაში ცნობილი, რომ როდესღაც კეთდებოდა. დღეს ისევ არიან მსურველები, სხვათა შორის წერენ პაციენტები, პირდაპირ უთითებენ აი ამ ოპერაციის, ვთქვათ, ნახაზებს და მეუბნებიან, აი ეს ოპერაცია მინდა. მერე სახეზე წარბების მიდამოში ჭრილობები, წარბების აწევის მცდელობით, ესეც როდესღაც იყო პლასტიკური ქირურგიის ისტორიაში და ჩვენ დიდი ხანი ვიხილავდით მაგას როგორც უბრალოდ ისტორიული ფაქტი, დღეს ისევ შემოდის და კეთდება ამ ჭრილობით ოპერაციები. ამიტომ ისეთი ოპერაცია, რომელიც აღარ გაკეთდება, არ ვიცი მე. დღეს არ მეგულება ესეთი. მე ვიცი, რომ თქვენს პრაქტიკაში არის გარკვეული სიახლე. ისიც ძალიან რთულად მოვიძიე და დღეს თქვენ, ისე ვთქვათ, სანამ დავიწყებდით პოდკასტს, მითხარით, რომ დაახლოებით 1 კვირა ფუნქციონირებს უკვე სივრცე, სადაც თქვენი სივრცეა. დიახ, ნამდვილად ეს ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ჩვენ მაგას ვაპირებდით, ნელ-ნელა ვშრომობდით, ვაგროვებდით ფიზიკურ რესურს, მატერიალურ რესურს იმისთვის, რომ ეს გაგვეკეთებინა. პრაქტიკულად ყველა ქირურგს აქვს ამის სურვილი, ეს ბუნებრივია, ჩვენ განახორციელეთ, კლინიკა მზად არის, 1 კვირა უკვე ფუნქციონირებს, ვართ ახალ ლოკაციაზე, რაც გაზიარებულია, მე მგონი უკვე სოციალურ ქსელებში და შეგიძლიათ მაგის ნახვა, როგორც ვთქვათ, ქსელების მეშვეობით, ისე პირადად მობრძანდით ჩვენთან. რთული არ არის? თუ თქვენ მენეჯმენტს სხვა ადამიანი ახორციელებს. ძალიან რთულია, რა თქმა უნდა. აი ძალიან რთულია და არც არავის ეგონა რომ იქნება რამე მარტივი. უბრალოდ ეს იმხელა სურვილი იყო თავიდანვე, რომ ჩვენ აი ამ სირთულეების არ გვეშინია ბევრი რამე გადავლახეთ და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელად, რომ ყველა ჩვენი მომავალი პაციენტი იყოს ჯანმრთელად და პლუს ქვეყანაში იყოს სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დასასრულისკენ მივდივართ და მინდა 1-2 კითხვა კიდევ დაგისვათ. დაახლოებით 2 საათია, ოდნავ ნაკლები საათნახევარია ვსაუბრობთ სილამაზეზე. თქვენთვის რა არის სილამაზე? ჩვენთვის სილამაზე არის ადამიანის ბედნიერება. როგორი კარგი სიტყვებია. და ბოლო კითხვა. თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ახალი წამოწყება, თქვენი საკუთარი საქმე, თქვენი საკუთარი პრაქტიკა, თლად მარტივიც არ არის, რთულია. პლუს გარდა იმისა, რომ ახალი საქმეა, თქვენ კლინიცისტი ხართ, მუშაობთ დილიდან საღამომდე. როგორ უმკლავდებით სტრესს და რა არის თქვენი ჰობი? სტრესის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. რაც მეც ვმუშაობ, ნაკლებად ვისტრესებით. საერთოდ ქირურგისთვის მუშაობა არის ენდორფინი. აი რო იძახიან ხალხში, ხირურგ ადბოგა, ხო?
ეს არ არის მარტივი სიტყვები. ამაში დევს ისტორიული ფაქტი. მოგიყვებით ახლა. ბერძნები, სპარსელები, მაკედონელები, რომეულები არჩევდნენ მებრძოლეებს, აბრაზებდნენ, ზოგი სცემდა, ცემით აბრაზებდა, ზოგი აგინებდა და უყურებდნენ რეაქციას, სახის რეაქციას. ვინც წითლდებოდა სახეზე, ის ითვლებოდა, რომ კაი მებრძოლე იყვედა და მიყავდათ მერე ჯარში. ვინც თეთრდებოდა, ხო? იმას არა იყვანდნენ. ეს არის ორგანიზმის შიდა ნარკოტიკი. ეგრეთ წოდებული ენდორფინი, სეროტონინი და ადრენალინი. აი, ამის კომბინაცია ქმნის ან სტრესს და შიშს, ან პირიქით გამშვიდებს და გაძლევს მეტ ძალას, ფიზიკურს, მორალურს იმისთვის, რომ გადალახო ეს მდგომარეობა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ქირურგია იმით არის რთული, რომ არის ყოველდღიური სტრესი, მაგრამ შენი ორგანიზმი თუ აი ამისთვის მზად არის ჰორმონალურად პირველ რიგში, რომ ჩემთვის მუშაობა არის ყველანაირი სტრესიდან გამოსვლა. და საბოლოოდ ეს არის ბედნიერება, როდესაც შენი საქმე გიყვარს. ეს საერთოდ ბედნიერება, რა თქმა უნდა, მარტო მედიცინაში კი არა, ნებისმიერი დარგისთვის. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და უნდა გიხაროდეს ყველაფერი, რაც საქმეს ეხება. ზარმაცი ადამიანი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. ზარმაც ადამიანს მოუწევს ლიპოსაქცია. დიდი მადლობა. საინტერესო იყო ძალიან. ძალიან დიდი მადლობა.